მინდა გავაგრძელო ისევ ის დაწყებული თემა, რომელიც წინამსახურებაზე ვილაპარაკე. მე მინდა ერთი ადგილი წავიკითხო წმინდა წერილიდან, ვიდრე თემაზე გადავიდოდე. ამ ადგილს ძალიან ხშირად ვიხსენებთ ხოლმე. ეს არის ადგილი წმინდა წერილიდან ნეემიას 8:5 და გახსნა ეზრამ წიგნი მთელი ხალხის თვალწინ, რადგან ის მთელ ხალხზე მაღლა იდგა და როდესაც გახსნა იგი მთელი ხალხი წამოუდგა. იცით, ეს ადგილი, ეს მეხუთე მუხლი ჩვენ საზეპიროდ გვაქვს და ყველამ ვიცით, მაგრამ ეს არ მთავრდება ესე. გრძელდება და შემდეგ წერია, რომ აკურთხა ეზრამ უფალი დიდი ღმერთი და მიუგო მთელმა ხალხმა აპყრობილი ხელებით. ამინ, ამინ. მერე მათ მუხლი მოიყარეს და თაყვანისცეს უფალს მიწაზე დამხობილებმა. შემდეგ ჩამოთვლილი არიან ლევიანების სახელები და ისინი განუმარტავდნენ ხალხს რჯულს. ხალხი კი იდგა თავის ადგილზე და კითხულობდნენ ისინი წიგნიდან ღვთის რჯულიდან გარკვევით, განმარტავდნენ და ხალხიც იგებდა წაკითხულს. იცით, აქ წერია, რომ ხალხი წამოუდგა ფეხზე. მაგრამ ისინი ვის წამოუდგნენ ფეხზე? იქ ღმერთი არ ყოფილა ფიზიკურად. ნეემია იყო, რომელმაც გადაშალა წიგნი. და ამ წიგნში, ჩვენს წინაშეც არის გადაშლილი წიგნი და იგივე წიგნი გადაშალა ნეემიამ, სადაც იყო უფლის სიტყვა, უფლის რჯული. და ისინი ნეემიას კი არ წამოუდგნენ ფეხზე. ისინი არც სიტყვას არ წამოუდგნენ ფეხზე. ისინი წამოუდგნენ ფეხზე ამ სიტყვის ავტორს. ამ სიტყვაში ისინი ხედავდნენ ღმერთს, რომელმაც მისცა თავის ხალხს ეს სიტყვა. და ეს პერიოდი იყო ისეთი პერიოდი, როცა ტყვეობიდან ახალი დაბრუნებულები იყვნენ. არც ისე ახალი, იმიტომ მათ შემდეგ დიდი შრომის შემდეგ დაიწყეს მშენებლობა, ვიცით, ტაძრის აღდგენა, კედლების აღდგენა, მაგრამ ღმერთის სიტყვა მათთან არ იქადაგებოდა, არ იკითხებოდა. და ჩვენ გვახსოვს, ვინც ცოტა ასაკიანები ვართ, ეს პერიოდი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდი და როცა შემოდიოდნენ შემდეგ მქადაგებლები და ინგრეოდა ეს საბჭოთა კავშირი, დიდი მოწყურებით უსმენდა ხალხი ამ სიტყვას. პირდაპირ ისრუტავდა ღმერთი სიტყვას ხალხი მაშინ, მაგრამ დღეს თითქოს ესე არ ხდება. ქადაგებლები იცვლებიან. მაშინ ნეემია ქადაგებდა. დღეს ახლა თქვენს წინაშე, თქვენი მონამორჩილი, მე ვქადაგებ და ამაღლებულ ადგილზე ვდგევარ მეც. მაგრამ ღმერთის სიტყვამ მაშინ იმ ხელად რთოლვა და მოწიწება გამოიწვია, რომ ხალხი დამხობილი თაყვანს სცემდა. და დღესაც არაფერი არ უნდა შეიცვალოს. დამოკიდებულება ღმერთის სიტყვასთან არ უნდა შეიცვალოს. ღმერთის სიტყვა ჩვენში უნდა იწვევდეს ამ გრძნობებს. და ეს არის ზუსტად ის რისი თქმა წმინდა. ეს ხდება მაშინ, როცა ჩვენ ღვთის მოშიშები ვართ. უამრავი ადამიანი სხვანაირად იგებს, როცა კათედრიდან ლაპარაკობენ. იცი, ღმერთის სიტყვა ტიმოთეს წერილში ამბობს, რომ ის ღვთისმსულიერია და სასარგებლოა სამხილებლად, სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად. მაგრამ როცა ლაპარაკობენ და ხშირად მეც ყოფილ ვარ ამ მდგომარეობაში და ეს სიტყვა რაღაცა მეხება. თითქოს ფიქრობ, რომ ეს რაღაცა ჩემზე ხო არ ლაპარაკობს, ამას თუ რამის თქმა უნდა მითხრას, რაღაც ახალხოთ ლაპარაკობს ჩემზე. მაგრამ ეს არ ლაპარაკობს, ქადაგებელი არ ლაპარაკობს. ღმერთი გელაპარაკება შენ და ებრაელების 12 თავში არის დაწერილი, რომ ვინც უყვარს ღმერთს, იმას ამხელს, იმას სცემს. ამიტომ თუ როდისმე და დღესაც სიტყვა გეხება, ღმერთს უყვარ ხარ და შეცვლა უნდა შენ. ქადაგებელი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება. როცა ლაპარაკობს ღმერთის სიტყვას, პირველ რიგში მას ეხება და შემდეგ ყველა დანარჩენს.
პირველი თესალონიკელების მეორე თავის 13 მუხლში პავლე მოციქული ამბობს, რომ კარგიაო, რომ ღმერთის სიტყვაო, რომელსაც ჩვენ გიქადაგებდითო, მიიღეთ თუ არა სიტყვა როგორც კაცთაგანო, არამედ როგორც ღმერთისგანო, ღმერთის სიტყვა. ამიტომ აქედან ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმას, რაც ჩვენ სადღაც ყური მოგვიკრია. ჩვენ ვლაპარაკობთ ღმერთის სიტყვას. და ეს სიტყვა თითოეულ ჩვენთაგანს შეიძლება შეეხოს სხვადასხვა მდგომარეობაში. თითოეული შეიძლება სხვადასხვა რაღაცაში ამხილოს, გაამხნევოს, შეაგონოს და თუ არ გვექნება ამ სიტყვის მიმართ მოშიშება, ჩვენ არ მივიღებთ ამ სიტყვას. მაშინ დავრჩებით ისევ ისეთი როგორიც ვართ. ბევრი ამბობს, რომ მე არ შევიცვლები. თავის თავს ელაპარაკოს. მე რატომ ელაპარაკება? მაგრამ მე არავის არ ველაპარაკები. მე ვკითხულობ ღმერთის სიტყვას. მე განუმარტავ სულიწმინდის დახმარებით ღმერთის სიტყვას. და კიდევ ვამბობ, თუ ვინმეს ეხება ეს სიტყვა უნდა მიიღოს, ისე როგორც ღმერთის სიტყვა, თუ უნდა რომ მის ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები მოხდეს. წინა კვირას ვერიკო ლაპარაკობდა შესაწირავზე სიტყვას. და მან თქვა რამდენიმე მნიშვნელოვანი მინიშნება ღმერთისაგან. მაგრამ თუ ამ მინიშნებას არ გავითვალისწინებთ და ამ მიმართულებით არ ვიმუშავებთ, ეს სიტყვა უმოქმედო იქნება ჩვენს ცხოვრებაში. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ღმერთის სიტყვას არ ვთვლით როგორც ღმერთის სიტყვას. იოანეს სახარება ყველამ ვიცით როგორ იწყება. ყველას რო შევეკითხოთ, თითქმის ყველა გაიმეორებს ამ სიტყვას. ხო, როგორ იწყება იოანეს სახარება? წავეკითხოთ მოდი ესეც. იოანეს სახარება პირველი თავი. დასაწყისში იყო სიტყვა. სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. სიტყვა უნდა მივიღოთ როგორც ღმერთს ვიღებთ. რა თქმა უნდა, მის სიტყვაზე ვლაპარაკობ. და შემდეგ მე 14 მუხლს ავიკითხავ და სიტყვა ხორცი გახდა და დამკვირდა ჩვენ შორის და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მხოლოდ შობილისა მამისაგან, ახსავსე მადლითა და ჭეშმარიტებით. და ამ სიტყვამ ხორცი უნდა შეისხას ჩვენში, თუ გვინდა რომ დროთა განმავლობაში მივაღწიოთ ღმერთის მსგავსებას. ხალხი, რომელიც ნეემიას დროს ასე მოკრძალებით და მოწიწებით ეკიდებოდა ღმერთის სიტყვას, აქ წერია, რომ ისინი ტიროდნენ, ისინი თაყვანს სცემდნენ, ისინი დამხობილი თაყვანს სცემდნენ, იმიტომ რომ მონატრებული ქონდათ ეს სიტყვა. და ჩვენ ხშირად მოჭარბებული გვაქვს ეს სიტყვა და აღარ გვინდა მივიღოთ ეს სიტყვა, მაგრამ სიტყვის გარეშე ვერ შევიცვლებით. სიტყვის გარეშე ღმერთი ვერ იმოქმედებს ჩვენში და დღეს მინდა ვილაპარაკო ღვთის მოშიშობაზე. და მინდა წავიკითხო ერთი ადგილი და შემდეგ გავაგრძელებ ლაპარაკს, თუ რა ფასეულობაა ღვთის მოშიშება. ამაზე ესაია ლაპარაკობს. ესაიას 33 თავი მინდა წავიკითხო. მეხუთე მუხლიდან წავიკითხავ. ამაღლებულია უფალი, რადგან სიმაღლეში მკვიდრობს. მანაოსო სიონის სიმართლითა და სამართლიანობით. დადგება უსაფრთხოების ჟამი, ხსნის სიბრძნისა და ცოდნის სიუხვეში და ღვთის მოშიშებაში, რომელიც მისი საგანძურია. ზოგიერთი თარგმანი ამბობს, რომ შენი უსაფრთხოების ჟამი დადგებაო, ცოდნის, სიბრძნისა და სიუხვეშიო და ღვთის მოშიშობაში, რომელიც შენი საგანძურიაო. მაგრამ ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიგებთ, რომ ღვთის მოშიშება ეს ღმერთის საგანძურია და არის ასევე ჩვენი საგანძური. თუ არ არის, უნდა იყოს ჩვენი საგანძური. და საგანძურს, განძს ის სადღაც არ აგდებენ, არ ფანტავენ. საგანძურს ინახავენ კარგად, რომ არ დაკარგონ.
რომ ქურდმა არ მოპაროს. ხშირად ეშმაკი მოდის და ჩვენ გვპარავს ამ ღვთისმოშიშებას, ამ საგანძურს გვპარავს, განძს გვპარავს. ამიტომ ღვთისმოშიშება ძალიან სიღრმისეულად უნდა იყოს ჩვენში გამჯდარი, რომ არასდროს არ დავკარგოთ. ვიდრე გავაგრძელებდე ღვთისმოშიშებაზე ლაპარაკს და ესეც ალბათ იგივე სამსახურება. მინდა ერთი ადგილი წავიკითხო ახალი აღთქმიდან, რომელზეც ხშირად მომისმენია წამიკითხია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთ სიტყვაზე, აი ამ მუხლში ერთ სიტყვაზე გამიმახვდა ყურადღება და ეს არის ლუკას სახარების 22 თავი. ლუკას სახარების 22 თავში 31 მუხლიდან იესო თავის მოწაფეებს ელაპარაკება და პეტრეს ეუბნება ესეთ რაღაცას. სიმონ, სიმონ, აჰა, სატანამ მოითხოვა თქვენი თავი ხორბალივით გასაცხრილეთ. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და როდესაც კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები. და პეტრე ეუბნება, უფალო, მზად ვარ შენთან ერთად საპყრობილოში და სიკვდილში წამოვიდე და თქვენ იცით, რომ ის ვერსად ვერ გაყვა იმ დროს და რაც უთხრა იესო ქრისტემ, რომ მამალი არ იყივლებს, რომ სამჯერ უარყოფო, ზუსტად ასე მოხდა. მაგრამ მე მინდა აქ ერთ სიტყვაზე გავამახვილო ყურადღება. აქ წერია 31 მუხლში. სატანამ მოითხოვა. მოითხოვა თქვენი გაცხრილვა. რა უფლება ჰქონდა სატანას, რომ მოეთხოვა? ან ვისგან მოითხოვა? ამის პარალელურად წავიკითხოთ იობის წიგნი. იგივე რაღაც ხდება დაახლოებით აქაც. პირველივე თავში. მე-6 მუხლიდან წავიკითხო. ერთ დღეს ყურადღებით მოვისმინოთ. ერთ დღეს მივიდნენ ღვთის შვილები უფლის წინაშე წარსადგომად და ეშმაკიც მივიდა მათ შორის. რა უნდა ღვთის შვილებთან ერთად ეშმაკს? ისი დღეს ჩვენც ღვთის შვილები ვართ აქ მოსული. მაგრამ იცოდეთ, რომ ეშმაკიც ესწრება აქ. და რა უნდა ეშმაკს? უფალმა ეშმაკს კითხა, საიდან მოდიხარ? მიუგო ეშმაკმა უფალს, ქვეყანაზე აღმა ხეტიალიდან. კვლავ კითხა უფალმა ეშმაკს, თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი, არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე, უმციკლო, მართალი, ღვთისმოშიში და უკეთურებას განრიდებული. ეშმაკმა მიუგო უფალს. მერე და განატყუილად არის იობი ღვთისმოშიში? განა შენ არ გყავს იგი ყოველ მხრივ დაცული მთელი მისი სახლკარითა და საბადებლით ურთ? შენგან არის კურთხეული მისი ნახელავი, ხოლო მისი საქონელი გამრავლებულია ქვეყნად. აბა გაიწოდე ხელი და შეეხე მთელ მის საბადებელს, თუ პირში გმობას არ დაგიწყებს. და უფალმა ვიცით რომ ნება დართვეს. ის რასაც აქ იობზე ლაპარაკობს, შეგვიძლია თითოეულ ჩვენთაგვანზე თქვა, სახელი შევცვალოთ. ვერიკოზე, მარინეზე. ჩვენ რომ არ გვიცავდეს ღმერთის მადლი, მაგრამ იესოს მოწაფეებს ლუკას სახარებას დაუბრუნდები. იესოს მოწაფეები, რომელიც დღე და ღამე იესოსთან იყვნენ. და წერია, რომ სატანამ მოითხოვა. იობის დროს, იობი, რომელიც ღვთისმოშიში იყო და ღმერთი ამაყობდა, ასე ვთქვათ, იობით. სატანამ მოითხოვა, რომ გაეშვა ხელი. რა აძლევდა ამის უფლებას სატანას? რა აძლევდა ამის უფლებას? მოწაფეებიც და იობიც სატანის ძალაუფლების ქვეშ ცხოვრობდნენ.
ძალაუფლება ჰქონდა სატანას მათზე. იურიდიული უფლება ჰქონდა სატანას, რომ ეს მოეთხოვა, იმიტომ რომ იესოს ჯერ არ ჰქონდა აღსრულებული ის, რაც ჩვენთვის გააკეთა. წინა კვირას პასტორი ლაპარაკობდა მადლით გადარჩენაზე. დიდებულია ღმერთი, რაც ჩვენთვის გააკეთა. წერილი ამბობს, რომ ნატრობდნენო ამ ღვთისმოშიშ ადამიანებზე ლაპარაკობთ, რომ ეს დღე ეხილათო, რაც თქვენ მიიღეთ, იხილეთ, მაგრამ არ იყო ამის საშუალება მაშინ. სატანას ჰქონდა იურიდიული უფლება მოეთხოვა გაცხრილვა მოწაფეების. იმიტომ რომ ცოდვილი ბუნებით ცხოვრობდნენ ისინი. მიუხედავად იმისა, რომ იესოს გვერდზე დადიოდნენ. მაგრამ როცა მოვიდა სისრულე დროისა, ღმერთმა აღასრულა თავისი აღთქმა და იესო ქრისტე მოკვდა ჩვენთვის. აიღო ყველა ჩვენი წყევლა. იესო ფარისევლებს ეუნეოდა, თქვენი მამა ეშმაკია. თქვენი მამა არ არის ა ブラ ამი. თქვენი მამა ეშმაკია და მისი გულისწყმების შესრულება გწადიათ. თქვენი მამა რომ იყოს ა ブラ ამი, მაშინ მიცნოდით მე ვინა ვარ. მაგრამ იესო ქრისტემ თავისი სისხლის ფასად გამოგვისყიდა ჩვენ და გაგვანთავისუფლა ეშმაკის ძალაუფლებისა და მასზე დაქვემდებარებისაგან. და დღეს ეშმაკს აღარ აქვს უფლება მოითხოვოს ჩვენი გაცხრილვა, იმიტომ რომ ჩვენ მას ვეკუთვნით. თუ ვინმე არის ისეთი, ვინც არ ეკუთვნის მას, შეუძლია ირწმუნოს და მიიღოს ის, რაც მან გააკეთა იესო, მისთვის გააკეთა იესო ქრისტე. დიდება მას. ძნელია ამ თემაზე ლაპარაკი გულგრილად. და ამის მერე თუ ჩვენ არ ვიქნებით ღვთის მოშიში, ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. ეს უკვე უმატურობა ჩვენი მხრიდან. ღვთის მოშიშება არ არის, რომ ჩვენ რაღაც ისე ქვეშინია ვკრთით. ეს ეშმაკს ეშინია ეს. ეშმაკს ეშინია ღმერთის ეს. ის სადაც ის არის, ის ვერ გაჩერდება. მას ჩვენიც ეშინია, როცა მისი სახელით, როცა მისი სულიწმინდის თანდასწრებით ვიწყებთ ცხოვრებას. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც მის აშენებულ და დანგრეულ კედლებს ამსხვრევს. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც მას დევნის ადამიანებისგან და ანთავისუფლების მისი მონობისგან და ძალაუფლებისგან ადამიანებს. პასტორი ლაპარაკობდა, რომ წინამსახურებაზე, რომ ავაზაკი, რომელიც ქრისტესთან ერთად ჯვარს აცვეს, ის გამართლდა. მართალია ის გამართლდა, მაგრამ მან ჯვარზე დაასრულა სიცოცხლე ამ დედამიწაზე. ჩვენ გავმართლდით, მაგრამ ვცხოვრობთ და გვაქვს გზა გასავლელი. იოანეს მე-14 თავის მე-6 მუხლში იესო ამბობს, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. და ამის პარალელურადაც კიდევ ერთ მუხლს წავეკითხავ მათეს სახარებიდან. მოდი იოანეც წავეკითხოთ და წავეკითხოთ მათეც. იოანეს მე-14 თავი. ეუბნება მას იესო, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემი მეშვეობით. და მინდა ამის პარალელურად მათეს სახარებაში წავეკითხო. მათეს სახარება მე-7 თავი. მე-13-დან წავეკითხოთ. შედით ვიწრო კარიბჭით, რადგან ფართოა კარიბჭე და განიერია დაღუპისაკენ მიმავალი გზა და მრავალნი არიან მასზე მავალი. რადგან ვიწროა
კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს და მცირედნიერიან, ვინც პოვებს მას. ზოგიერთი თარგმანი ამბობს, რომ რთულიაო გზა. ანუ ჩვენ ვიგებთ, რომ იესო არის გზა, მაგრამ ეს გზა არის ძალიან ვიწრო. აქ წერია, რომ ვიწროაო კარიბჭე. ასევე იესო ამბობს, რომ მე ვარ კარი. ვინც ჩემით არ შედის, ის ქურდია და მოდის მოსაკლავად, მოსაპარად. ვიწროა გზა, ვიწროა კარები. რთულია ამ გზის გავლა. რთული კი არა, შეუძლებელია ამ გზის გავლა ღმერთის სიტყვისა და სულიწმინდის გარეშე. იცი რომ წარმოვიდგინოთ ილუსტრაციისთვის ვიწრო გზა. აი როგორ გითხრათ, არის ძალიან ვიწრო გზა და ამ გზაზე უნდა გავიაროთ. ჩვენთან არ არის ძალიან რთული გზები. მაგრამ არიას მინახია ტელევიზორშიც რა გზები ისია დახლართული, იქ თუ არა გაქვს მინიშნება, ვერანაირად ვერ გაიკვლევ იმ გზას. აი ამ ვიწრო გზაზე იესო ქრისტე ამბობს, რომ მე ვარო ეს გზა და იოანეს სახარება პირველივე თავში ჩვენ წავიკითხეთ, რომ იესო ამბობს, რომ სიტყვა არის ღმერთი და ეს გზა მისი სიტყვის გარეშე შეუძლებელია გავიაროთ, იმიტომ რომ მინიშნებები ამ გზის გასავლელად მის სიტყვაში არის. მაგრამ სულიწმინდის გარეშე ამ მინიშნებებს ჩვენ ვერ გავარკვევთ, იმიტომ რომ მის გარეშე უკუნითი სიბნელეა. წმიდათა წმიდაიში, სადაც ღმერთის თანდასწრება მოდიოდა, არანაირი არც სანთელი იყო, არც შუქი იყო, არც მზის სხივი არ აღწევდა. როცა ჩამოდიოდა ღმერთი, მაშინ ნათდებოდა ყველაფერი. და აი ღმერთის სიტყვაც მინიშნებები გვაქვს, ღმერთის სიტყვა გვაქვს, მაგრამ სულიწმინდის გარეშე ამ მინიშნებებს ვერც წავიკითხავთ, ვერც გავიგებთ, ვერც დავინახავთ. პეტრე ამბობს, რომ კარგიაო, რომ გვაქვს წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელსაც მიმართავთო როგორც ლამპარს, მაგრამ არც ერთი წინასწარმეტყველება თავისით არ დაწერილა. ის სულიწმინდის მიერ არის დაწერილი და სულიწმინდითვე განიმარტება. მაგრამ სულიწმინდა არანთია, როგორც ეს შუქი და ისი არანათებს. აი ის წმინდათა წმინდაი, მისი თანდასწრების ადგილი და მისი ტაძარი ეს ჩვენ ვართ. რომაელების 12 თავიდან. რომ მიუძღვენით თქვენი სხეულები, როგორც ცოცხალი მსხვერპლი. თლიანად ღმერთს ეკუთვნოდა. და ჩვენი სხეულებიც თლიანად ღმერთს როცა ეკუთვნის, აი სულიწმინდის ტაძარი მაშინ ხვდებით მხოლოდ. ღვთის მოშიშება შეგვიძლია შევადაროთ ამ გზაზე ჩვენ სიარულს. თუ არა გვაქვს თრთოლვა, მოწიწება ღმერთის სიტყვასთან, თუ არა გვაქვს ისეთი დამოკიდებულება ღმერთის სიტყვასთან, რომ აი ღმერთს თუ დავშორდი, საგალობელში იყო ხომ მაპატიე, რომ თუ დაგშორდი. აი თუ დავშორდი ღმერთს, არის საფრთხე, რომ ამ გზიდან გადაუხვიო. რო გადაუხვიო, სადღაც კი არ მოხვდები რომელიღაც სოფელში. ფსკრულში ხდები. ჩვენ ვაძლევთ ადგილს ეშმაკს და ისევ მის ძალაუფლებაში გადავდივარ. ღვთის მოშიშება ჩვენ ჩამოვთ წინამსახურებაზე, როცა მომსახურობდი, რომ ეს არის მოგრძალება, მოშიშება, სიყვარული ღმერთის მიმართ, მორჩილება და ეს არის დაქვემდებარება მის სიტყვაზე, მთლიანად დამორჩილება მის სიტყვაზე, მთლიანად მინდობა მასზე, იმიტომ რომ მის გარეშე შეუძლებელია, რომ ჩვენ განვლოთ ჩვენი ხიზნობის დრო, როგორც პირველი კორინთელების
წერილში ამბობს პავლე მოციქული, რომ დავიკითხოთ ეს ადგილიც. 1 პეტრეს წერილში, 1-ვე თავში. თუ მამას უწოდებთ მას, ვინც მიუკვერძეებლად განიკითხავს თითოეულ საქმეთა მიხედვით, მაშინ მოშიშებით გაატარეთ თქვენი ხიზნობის დრო. 1 პეტრეს 1:17. ხშირად არის ხოლმე, რომ ჩვენ ყველაფერს უთმობთ დროთ, გარდა იმისა, რომ დაუთმოთ დრო ღმერთთან ურთიერთობას. მაგრამ კიდევ ვიმეორებ და მე არ ვიმეორებ, ეს ჩემი აზრი არ არის. ამაზე წერილი ლაპარაკობს, ამაზე ღმერთის სიტყვა ლაპარაკობს, რომ მის გარეშე შეუძლებელია ამ გზის გავლა და ეს გზა ყველა ჩვენთაგანმა უნდა გავიაროთ. მოდი წავიკითხავ მე რომაელების წერილს, რაზეც ნინოც ლაპარაკობდა. ეს არის რომაელების მე-12 თავი. რომაელების მე-12 თავის პირველი მხრიდან წავიკითხოთ. ამრიგად შეგაგონებთ ძმებო, ღმერთის წყალობით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული, ცოცხალ, წმინდა, ღმერთის სასურველ მსხვერპლად. და ეს იქნება თქვენი გონივრული სულიერი მსახურება. და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ რა არის ღმერთის ნება, კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. წერილის თანახმად, რასაც პავლე მოციქული გვეუბნება, პირველ რიგში საჭირო არის, რომ შევწიროთ ჩვენი სხეული. თუ ჩვენ სხეულს არ შევწირავთ, შემდეგი მოვლენები არ განვითარდება. თუ შევწირავთ ჩვენ სხეულს და ის გახდება სულიწმინდის ტაძარი და სულიწმინდა დაგვეხმარება მისი სიტყვის შეცნობაში, გაგებაში, რისთვისაც იოანეს სახარების მე-14 თავში ამბობს, რომ ობლათ არ დაგტოვებთ, მოგივლენთო სულიწმინდას, რომელიც გასწავლით და გაგახსენებთ ის, რაც მე გამცნეთ. და როცა ის გვასწავლის და გაგვახსენებს ღმერთის სიტყვას, მოგცემს გაგებას, განმარტებას ამ სიტყვისა, შეიცნობთო, განახლდება თქვენი გონება და შეიცნობთ რა არის ღმერთის ნება. აი პირველი ნაბიჯის გარეშე შეუძლებელია, რომ ჩვენი გონება განახლდეს და ამ გონების განახლების გარეშე კიდე შეუძლებელია, რომ შევიცნოთ ღმერთის ნება. და თუ ჩვენ ამ სამივე ნაბიჯს გავივლეთ, მაშინ მივხვდებით რა არის ღმერთის ნება და გავიგებთ, რომ ეს არის ჩვენთვის სასიკეთო, სასურველი და სრულყოფილი. მოდი ავიღოთ ეკლესიები, მსახურებები და ხშირად როცა ჩვენთან მოდის სტუმარი რომელიმე ქვეყნიდან, ესე უყურებთ, რომ გვინდა ეხლა ამისგან რაღაცა სასწაული მოხდება, განკურნება მოხდება, სულიწმინდა გამოვლინდება, ბენიხინი რო იყოს ჩამოსული აქ, ჩამოვიდოდეს და არ დავიტანჯები ამ ამატყოფებისაგან, განვიკურნები და მაგრამ აქ წერილი გვეუბნება, ღმერთი მიკერძოებული არ არის. მიუძღვენი შენი სხეული. ის არ არის მხოლოდ იქ ვიღაცასთან. მას შენი სხეული უნდა და შენ ისე გამოგიყენებს თავისი მიზნების განსახორციელებლად, ისეთ ძალას მოგცემს, რომელიც სამსონსაც კი მოენატრებოდა, რომ ჰქონოდა. ის უნდა რომ გამოვლინდეს ჩვენში, ჩვენ სხვას კი არ უკრავდეთ ტაშ, ის რა მაგარია. მას უნდა რომ ჩვენ ვიყვეთ ის მაგარი ქრისტიანები, ის მაგარი მსახურები. იმიტომ რომ მან ყველას უთხრა ეს, რომ შემომწირეთ ჩვენი სხეული. იცით, ჩვენ უყურებთ სხვის წარმატებებს და გონია, რომ ის მხართეძოზე იყო წამოწორილი და ამ წარმატებებს ისე მიაღწია. ის ბევრს შრომობდა. ის ბევრ დროს ურთიერთობდა ღმერთს, თან ურთიერთობას. წინამსახურებაზე ვახსენეთ, რომ პავლე მოციქული, ბარნაბა, ისინი რომლებიც უკვე სულიწმინდით ახსილები იყვნენ, დადიოდნენ, თავის მსახურებას ასრულებდნენ, ანტიოქიის ეკლესიაში რატომღაც ისე კი არ იყო, ისინი მარხულობდნენ, ლოცულობდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში და სულიწმინდა მოუთხრაო. გამომიყავით ახლა ესენი. გამომიყავით ესენი. და სულიწმინდა მათზე წინ წავიდა იქ, სადაც ისინი უნდა წასულიყვნენ. თითოეული ჩვენთაგანი ჭურჭლები ვართ მის ხელში. თითოეული ჩვენთაგანში უნდა რომ ღმერთს დამკვიდრდეს
და გამოგვიყენოს თავისი მიზნების განსახორციელებლად. ახლა ძირითად თემაზე გადავიდეთ, ღვთისმოშიშებაზე ისე. ჩვენ წინა მსახურებაზეც წავიკითხეთ და მოდი ახლა წავიკითხოთ, რომ პირველ რიგში იესო ქრისტე თვითონ გვაჩვენებს მაგალითს ღვთისმოშიშობისას. ებრაელების მეხუთე თავში მეშვიდე მერვე მუხლში წერია ასეთი სიტყვები. მან იესო ქრისტეზეა ლაპარაკი. მან თავის ხორციელ დღეებში ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვანი და ვედრებანი. მასო, ვისაც შეეძლო მისი ხსნა სიკვდილისაგან და შესმენილი იქნა ღვთის მოშიშების გამო. იმიტომ კი არ იქნა შესმენილი, რომ ის ღმერთის ძე იყო. იმიტომ კი არ იქნა შესმენილი, რომ ის თვითონ ღმერთი იყო და თანასწორად თვლიდა ღმერთის წავიკითხოთ, მოდი ახლა აქ წერიას. და თუმცა ძე იყო, ტანჯვით ისწავლა მორჩილება. და იგი სრულქმნილი საუკუნო ხსნის წყარო გახდა ყველა მისი მორჩილისათვის. და ღმერთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით. დიახ, ჩემო ძვირფასებო, იესო ქრისტე, რომელიც ღმერთის თანასწორი იყო, ღვთის მოშიშობის გამო იქნა შესმენილი მისი ლოცვენი და მისი ვედრებანი. ის როგორც ადამიანი მან ტანჯვით ისწავლა მორჩილება და საუკუნო ხსნის წყარო გახდა ჩვენთვის. აქ განმარტებაც არ არის საჭირო. პირდაპირ გვეუბნება წერილი, რომ არანაირი სხვა სტატუსის გულისთვის, არამედ ღვთის მოშიშებისათვის იქნა შესმენელი. და მოდი აქვე წავიკითხოთ კიდევ ერთი ადგილი იოანეს სახარებიდან. მე-9 თავი, 31 მუხლი. ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი. თუ ჩვენ აქ გავჩერდებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ხო ცოდვილები არა ვართ, იესო ქრისტემ გაგვანთავისუფლა. ჩვენ გამოსყიდულები ვართ. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ორ პიროვნებაზე, რომელიც ერთი ლოცულობდა, რომ უში იცემდაო და ამბობდა, რომ მაპატიე. მეორე კიდე, მე ცოდვილი არა ვარ, მეათეცავდებ, ეკლესიაში დავდივარ. აი დღესაც ხომ მოვედი მსახურებაზე. ხო ხარ მადლობელი ღმერთო რომ აქავარ. ხო ესწრები მსახურებას. ხო შემოვიარე ეკლესიაში. მართალია მთელი 2 საათი სიტყვას არ უსმენდი, ხან Facebook-ში ვიყურებოდი, ხან სად ვიღაცას ვემესიჯებოდი, მაგრამ მაინც ხო ვიყავი. ესეთი დამოკიდებულება არ არის აქ მითითებული. აქ წერია. ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი, არამედ ვინც ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს. მას უსმენს ღმერთი. ღვთის მოშიშებს უსმენს ღმერთი. იცით, ისევ თავიდან დაუბრუნდები ნეემიას წერილში, როცა წერილს კითხულობდნენ, როცა ღმერთის სიტყვას კითხულობდნენ, ეს ხალხი დამხობილი თაყვას სცემდა, ეს ხალხი ტიროდა, განიცდიდა ღმერთის სიტყვას, მაგრამ დღეს როცა ღმერთის სიტყვას ვკითხულობთ, ადამიანები თავის თავს აძლევენ იმის უფლებას, რომ ამ სიტყვის ქადაგების დროს, ღმერთის სიტყვის ქადაგების დროს ილაპარაკონ სხვა რამეზე ერთმანეთში. Facebook-შიც ჩაიხედონ. გავიდნენ ჰაერი ჩაყლაპონ. შემოვიდნენ ისევ წამოწუნენ. რბილი სკამები გვაქვს. იმათ სკამებიც არ ქონდათ. ფეხზე იდგა ხალხი. არის ეს ღვთის მოშიშობა? ჩვენ ალბათ აღარ გვჭირდება ეს ღვთის მოშიშება. ჩვენ ხო ღმერთის შვილები ვართ. ჩვენი სახელები ხო სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი. ჩვენ რაღაც გვინდა ესეთი დამოკიდებულება ღმერთის სიტყვასთან. მაგრამ სიტყვა იყო ღმერთი. მარტო ერთეულებზე არ არის ეს. აქ იოანეს სახარება ამბობს, რომ ვინც ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, მას უსმენს ღმერთი. მაგრამ თუ წავიკითხავთ საქმეებს, მოციქულთა საქმეებს, მე-9 თავში არის სხვათა შორის ესეც აქაც და აქაც 31 მუხლი არის. როგორი დამთხვევა. ამგვარად ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში შვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, ვიდოდა უფლის მოშიშებით და სულიწმინდის ნუგეშისცემით
მრავლდებოდა. მთელ ეკლესიას ჰქონდა უფლის მოშიშება. ეს არ ჰქონდა მარტო ვერიკოს ან მარინეს, მთელ ეკლესიას. და როცა ეკლესია უფლის მოშიშებით ცხოვრობდა, მრავლდებოდა ის, მიდიოდა წინ, ასრულებდა იესო ქრისტეს დავალებას. იყო ნიშნები იქ სულიწმინდისა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რატო არ არის ჩვენ ეკლესიაში ეს ნიშნები? რატო არ ხდება სასწაულები, რატო არ ხდება განკურნებები, რატო არ ხდება ის, რატო არ ხდება ეს, ყოველთვის პრეტენზიები გვაქვს. მაგრამ არ ვეუბნებით ჩვენ თავს, რომ შენგან უნდა მოხდეს ეს. სულიწმინდა შენ გეუბნება ამას, რომ მომეცი შენი სხეული, რომ ვიმოქმედო და მოხდება ეს. მაგრამ როგორ ვიყო შენთან, როგორ იყო შენ ჩემი ტაძარი, როცა არ გაგაჩნია ღვთისმოშიშება, არ გაგაჩნია ჩემი რიდი, ჩემი სიტყვასთან რთულობა, დამოკიდებულება, როგორც ჩემს სიტყვასთან, როგორც ღმერთთან. და თუ ეს მოვა ჩემს ცხოვრებაში, სულიწმინდა იმოქმედებს და სულიწმინდას აქვს, სულიწმინდა ღმერთია. სულიწმინდის ძალა ყველგან ის ძალაა, რომ ყველგან შეუძლია, რომ თავის ძალა გამოავლინოს. მთავარია ვინ მისცემს ამას, ამის საშუალებას. მთავარია ვინ იქნება მის მიმართ დამოკიდებულებაში, როგორც ღვთისმოშიში ადამიანი. ის არ არის მხოლოდ ბენიხინზე დამოკიდებული, ან ბონკეზე, ან ჰეიგინზე, ან მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება. ღვთისმოშიში რო გავხდეთ, დამოკიდებულება უნდა შევცვალოთ ღმერთის სიტყვასთან და ღმერთთან. წინა მსახურებაზეც თქვით, რომ ღვთისმოშიშება როგორ უნდა გამოჩნდეს ჩვენში, რომ ღვთისმოშიშები ვართ. ჩვენ გვაქვს წერილში აღთქმები, გვაქვს სიტყვა ღმერთისა და თუ აი ამ სიტყვის თანახმად, თუ ეს სიტყვა უпроსტად ჩვენში ვლინდება, პრაქტიკაში ვლინდება, მაშინ ჩანს, რომ ჩვენ მუშაობთ ღმერთთან ერთად და ჩვენ გვცვლის ის. ეფესელების მეხუთე თავში წავიკითხეთ, რომ მოდი კიდევ წავიკითხოთ ეს ადგილი, ეფესელების მეხუთე თავი 21 მუხლში არის ეს. დაემორჩილეთ ერთმანეთს ქრისტეს მოშიშებით. დაემორჩილეთ ერთმანეთს, წერილი გვეუბნება, პავლე მოციქული გვეუბნება, დაემორჩილეთ ერთმანეთს ქრისტეს მოშიშებით. ანუ თუ ჩვენ ღვთის მოშიშება გვაქვს, მაშინ ჩვენ ერთმანეთის მორჩილება ეს გამოხატულება უნდა იყოს ქრისტეს ღვთის მოშიშებისა ჩვენ. აქ გრძელდება შემდეგ, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენ ქმრებს, როგორც უფალს. აქ არ გვეუბნება, რომ კარგ მეუღლეებს დაემორჩილეთ, მარტო ვინც თქვენთვის ზრუნავს. აქ გვეუბნება, დაემორჩილეთ, როგორც უფალს. პავლე მოციქული გვეუბნება ასევე, რომ დაემორჩილეთ ხელისუფლებას, ვინაიდან არ არსებობს ძალაუფლება ღმერთის გარეშე და ღვთის მოშიშებით ერთ-ერთი ასე ვთქვათ სიმპტომი არის მორჩილება. და ეს მორჩილება არ ნიშნავს იმას, რომ აი მე თუ კარგად მეკცევა ვინმე, მხოლოდ მას უნდა დავემორჩილო. აქ გვეუბნება, კიდევ წავიკითხავ და წავიკითხეთ, რომ ცოლებს ეუბნება, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს. შვილებს ეუბნება, პატივი ეცით თქვენს შობლებს. მიუხედავად იმისა, კარგები არიან, ცუდები არიან, პატივი ეცით. წერილი გვეუბნება, რომ დაემორჩილეთ თქვენს წინამძღოლებს, ვინაიდან ისინი თქვენი სულებზე არიან პასუხისმგებელი ღმერთის წინაშე. ეს ღვთისმოშიშობაა. მაგრამ როცა ვამბობთ, მოიცაკაც რა უნდა დავემორჩილო, ეხლა მაგას რომ რაღაცა ღმერთი მე მელაპარაკება და რატო დავემორჩილო მე? დაემორჩილოს თვითონ. მე რა არ ვიცი რა უნდა გავაკეთო? მე რა არ ვიცი სად შევწირო? რატო უნდა მოусმინო ეკლესიას? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგჯერ როცა ეკლესიაში რაღაც გადაწყვეტილება ჩემ აზრს არ ემთხვევა, ესე იგი მე ის არ უნდა მივიღო. მაგრამ აქ წერილი გვეუბნება, თუ შენ ღვთის მოშიში ადამიანი ხარ და შენ თავს თვლი ამ ოჯახის წევრად, შენ თავს თვლი ამ ეკლესიის წევრად, უნდა დაემორჩილო. შენი აზრები უნდა დაატყვევო
და დაუმორჩილო ქრისტეს აზრს და ქრისტეს აზრი მდგომარეობს იმაში, რომ შენ უნდა იყოს სხეულის ნაწილი და როგორც შენი სხეულის ნაწილები გემორჩილებიან, ასევე შენ უნდა დაემორჩილო ეკლესიას გადაწყვეტილებებს. თუ ვერ ემორჩილები ეკლესიის გადაწყვეტილებებს, ილოცე და სთხოვე ღმერთს დახმარება. იმიტომ რომ ბევრი ამბობს, რომ აი წავალ სხვა ეკლესიაში სხვანაირად ხდება ყველაფერი, იქ უფრო ჩემებურად ხდება. მაგრამ როგორც კი მიხვალ იქ, დაინახავ რომ იქ უარესი ხდება. შენებურად არსად არაფერი არ ხდება. ყველაფერი ხდება ისე როგორც მას უნდა. და ღმერთი ხედვას, გამოცხადებას, გადაწყვეტილებას აძლევს მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელ პირებს. თუ ვინც რაზე არის პასუხისმგებელი, იმ სფეროში აძლევს გამოცხადებას და პასუხისმგებლობას და სხეული უნდა მუშაობდეს ჰარმონიულად. თუ ღვთისმოშიშები ვიქნებით, ასეც იქნება. თუ ეკლესია ღვთისმოშიში იქნება და ერთმანეთს დაემორჩილება, პასტორებს დაემორჩილება, წინ წავა ეს ეკლესია, გამრავლდება ეს ეკლესია. ერთმანეთს კი არ დაუწყებთ ძიძგუნას მაშინ. ჩვენ ეშმაკს დაუწყებთ ძიძგუნას, რომ გამოვტაცოთ მას ის ადამიანები, ვინც მონობაში ყავს. ღვთისმოსაობა ესაიას 33:6-ში ჩვენ თქვით თავიდანვე, რომ ეს განძია, ეს საგანძურია და ამ განძს უნდა მიღება. ორ ადგილს წავიკითხავ იგავებიდან, ეს ცოტა ვრცელი ადგილებია. იგავების მეორე თავი და შემდეგ იგავების მესამე თავს წავიკითხავ. პირველი მუხლიდან წავიკითხავ. შვილო ჩემო, თუ მიიღებ ჩემს ნათქვამს და ჩემს მცნებებს დაიუნჯებ, ყურადღებით თუ მოусმენ სიბრძნეს, შენს გულს მიაპყრობ გონიერებას, თუ გონებას მოუხმობ და აიმაღლებ ხმას საზრიანობისთვის, თუ მიილტვ იმას როგორც ვერცხლს და ეძიებ მას როგორც დაფარულ საუნჯეს, მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და უფლის შეცნობას პოვებ. რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს, მისგანაა ცოდნა და გონიერება. ის აგროვებს საზრიანობას პატიოსანთათვის, ის ფარია უბიძოთ მავალთათვის. ის იცავს სამართლის გზებს და წმინდათა ბილიკებს უფრთხილდება. მაშინ შეიცნობ სამართალსა და სიმართლეს და პატიოსნებას, სიკეთის ყველა ბილიკს. მაშინ შევა სიბრძნე შენს გულში და ცოდნა ეამება შენს სულს. განსჯა დაგიფარავს და საზრიანობა დაგიცავს, რათა გიხსნას ბოროტი გზისაგან, სიცრუის მეტყველი კაცისაგან. უფლის მოშიშობა, როცა უფლის შიში გვაქვს, მისი სიტყვა ჩვენთვის გასაგები ხდება. მისი სიტყვა ჩვენთვის მისაღები ხდება. მისი სიტყვა ჩვენთვის ხდება წამალი, მალა მოხდება მისი სიტყვა. და უფლის მოშიშობა როცა გვაქვს, მისი შეცნობაც მხოლოდ მაშინ შეიძლება. ანალოგიურად თითქმის იგივეზე ლაპარაკობს მესამე თავი. პირველივე მუხლიდან ესეც მე-12 მუხლამდე. შვილო ჩემო, ჩემს სწავლებას ნუ დაივიწყე და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა. რადგან დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებსა და მშვიდობას შეგმატებენ შენ. წყალობა და ჭეშმარიტება ნუ დაგტოვებს. შეიბ ისინი ყელზე და დაიწერე გულის ფიცარზე. მაშინ პოვებ წყალობას და სიკეთეს ღმერთისა და კაცის თვალში. მიენდე უფალს მთელი გულით და შენს გონებას ნუ დაენდობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი იგი და ის წარმართავს შენს ბილიკებს. ნუ იქნები ბრძენი შენს თვალში. გეშინოდეს უფლისა. განერიდე ბოროტებას. კურნალი იქნება ეს შენი სხეულისათვის და ძალას შემატებს შენს ძვლებს. პატივი მიაგე უფალს შენი ქონებით და მთელი შენი ჭირნახულის პირველ ნაყოფით და გაივსება შენი ბეღლები ჭერამდე და მაჭარი აკაფდება შენს საწნახლებში. უფლის წვრთნას შვილო ჩემო ნუ უკუაგდებ და მის შეგონებას ნუ მოიძულებს. რამე თუ ვინც უყვარს იმას ჯის უფალი
როგორც მამა საყვარელ შვილს. ნეტარია სიბრძნის მპოველი და გონიერების მომხვეჭელი, რადგან სიბრძნის მოხვეჭა ვერცხლის მოხვეჭას ჯობს და მისი ქონა ხალასი ოქროს ქონას აღემატება. თვალმარგალიძე უფრო ძვირფასია იგი და არაფერი სანატრელი არ შეედრება მას. დღეგრძელობაა მის მარჯვენაში და მის მარცხენაში სიმდიდრე და პატივი. მისი გზები საამურია და მისი ყველა ბილიკი მშვიდობაა. სიცოცხლის ხია იგი მისი სასოებელთათვის. ნეტარია, ვინც მას არასდროს არ დათმობს. არასდროს არ დავთმოთ ღვთისმოსავება, ჩემო ძვირფასებო. ვინაიდან ყველაფერი არის მასში, რაც ჩვენ გვჭირდება, რომ გავლოთ ჩვენი ხიზნობის დრო. თუ კიდევაც იყო ჩვენს ცხოვრებაში ისეთი დრო, როცა არ გქონდა ურთიერთობა, ასეთი ურთიერთობა ღმერთთან და მის სიტყვასთან, ჩვენ შეგიძლია ვთხოვოთ მას დღეს პატიება. მისი წყალობა უკუნისამდია. მისი წყალობა არ დაილევა. მისი ხელი არ დამოკლებულა. მას ჩვენ უყვარვართ ყველა ვარიანტში, ყველა მდგომარეობაში, მაგრამ მისი სურვილია, რომ ჩვენ სხეულები მიუძღვნათ, რომ ის დამკვიდრდეს ჩვენში, რომ ჩვენ ვიყვეთ მისი ტაძარი, რომ ჩვენით მან გააკეთოს ის საქმეები, რისთვისაც მოგვიწოდა, ის დავალება, რაც გითხრა, რომ წავიდეთ, მოვიმოწაფოთ, ვასწავლოთ ყოველივეს დაცვა, ჯერ ჩვენ ვისწავლოთ და ჩვენ შეგვიძლია მისგან ვისწავლოთ. ჩვენ უნდა მივცეთ მისი სხეულები, რომ ის გამოვლინდეს ჩვენგან და ჩვენ სხვას კი არ უკრათ ტაში და ველოდოთ, როდის ჩამოვა ის ჩვენთან, არამედ ის უკვე თვითონ ვისი ძალაც არის მათში, ის გველოდება, როდის შემოვა ჩვენთან, რომ მისი ძალა გამოვლინდეს ჩვენგან. მოდი მადლობა უთხრათ დღეს ღმერთს დღევანდელი მსახურებისთვის, დღევანდელი მისი თანდასწრებისთვის.